სტუმრით უსაფრთხო სილამაზე მარიგოლდის ხელმძღვანელ თამარ ნადირაძესთან ერთად. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მეც მოგესალმებით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მოპატიჟებისათვის. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. აუცილებლად უნდა გითხრათ, ესე იგი, მარიგოლდი, ყველამ იცის მარიგოლდი, თქვენი სახელი და გვარი, აი ესე სადღაც მიჩქმალული. ისიც რომ მარიგოლდი მოვიწვიოთ, მარიგოლდის ჩვენება, მარიგოლდი შემხვდა მითხარით აი მის შესახებ. ყველა სახელი და გვარი გქონდა. ნამდვილად მადლობთ ამ შეკითხვისთვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კომპანია გახდა ესეც პოპულარული, ზუსტად ეს არის ჩანაფიქრი, იმიტომ რომ მე ამას ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მეძება პატარა შვილიშვილი, რომელსაც მინდა დაბრენდებული ქართული კომპანია დავუტოვო და რაც შეეხება სახელს, ყველას ესე გონია, ყველა მეძახის მარის და ამ დროს ჩემ ოჯახში მარი არავის არ ქვია, ნინო, ნია სახელი, უბრალოდ საიდან მოდის, ჩვენი ძველი დროიდან მოდივართ, როცა ეკლესიებში შესვლაც აკრძალული იყო და მახსოვს მისაღები გამოცდების წინ ჩუმად მივდიოდი ქაშვეთის ეკლესიაში, ვლოცულობდი, ეს იყო დილით ადრე, მაშინ მრევლიც არ იყო და მახსოვს მესამე მისვლის შემდეგ მამამ დამიძახა და გამომიტანა და მაჩუქა წმინდა მარიამის ხატი. კია ეს იყო პირველი ხატი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში, ჩემს ოჯახში შემოვიდა და მერეც რო თუ კი რამე პრობლემა მქონდა, რაღაც შულთან დაკავშირებით, რაღაც ყოველთვის მივდიოდი და ვლოცულობდი აი ამ ხატის წინ. მარიამის წილხვედრი ქვეყანაა საქართველოს, ამიტომ მომინდა რომ აი ეს მარიამი და მე ოქრო ხომ არის შემაერთებელი დიდი სიყვარულისა და იმისა, რაც აღქმა, რასაც მე ვემსახურებ. ეს არის საქორწილო სამოსი, ხო, ორი ადამიანის ბედნიერება ზუსტად ამ ოქროს კალიცოებით ხდება და ესე გამოვიდა მარიგოლდი. ძალიან კარგი. მოდი მე არა, ეს ძალიან კარგი ჩანაფიქრია, ძალიან და ნუ ჩვენ გავაგრძელოთ მარიგოლდი ყავს უბრალოდ. და თქონდა თემასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ ქაბოტონო თამარ, რამდენად აი ჩვენი თემა, ნუ უსაფრთხო სილამაზე. აი რამდენად როგორ გესმით ეს და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად. იცით რა არის უსაფრთხო სილამაზე მოვლილი ქალიო თავიდან ასე იყო და ცოტა გამეღიმა ხოლმე, იმიტომ რომ კი ძალიან კარგი ადამიანმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს, თუ კი ამის სურვილი აქვს და მე ძალიან ესეთი მივიღე კომპლიმენტი, რომელიც გიამ მითხრა, რომ აი სულ ყოველთვის ფორმაში ხარო და მესი ამოვნა, როცა წვეულებებზე ჩვენ ხშირად ერთმანეთს ხვდები. გულწრფელად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სხვადასხვა წვეულებს ერთ დღეში ორჯერ და აი სულ სხვადასხვა ფორმაში იყო და ადამიანი რომელიც მუდმივად მოვლილია. და ამ მოვლას ჩემი დროის რეჟიმიდან გამომდინარე მე ვერ ვასწრებ იმას რომ ხშირად ვესტუმრო სალონებს და ეს ყველაფერი ხდება ჩემ თვითონ, ანუ რაღაცას ვარჩევ, თვითონ ვიკეთებ, მე თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს და თვითონ მივდივარ. რამდენად ფრთხილად ხართ აი იმისათვის რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად, იმისათვის რომ იყოთ ისეთი როგორიც გინდათ იყოთ. აი ამ თქვათ უსაფრთხოებას რამდენად იცავთ? იცით რა არის, მე ვარ ალბათ არ ვიცი, ერთადერთი თუ არა, ალბათ ერთ-ერთი ჩვენ სფეროში, ხო? რომელიც რო გითხრათ, არანაირ კრემს არ ხმარ. აი დღემდე მოვედი და არც თუ ისე პატარა წლები მაქვს, მოვედი და ხმარობდი სახეთე მხოლოდ ნუში ზეთს. და თან მხოლოდ საქართველოში დამზადებულ ოჯახის პირობებში, მე ხო ძალიან პატრიოტი ვარ ქართული საქართველოსი და ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული მეკეთოს, ქართული ჩავიცვა, ნუში ზეთი. უბრალოდ ეხლა მეუბნებიან, რომ მხოლოდ რაღაც ორი კვირის წინ ქალბატონი ქეთი დევდარიანი ესეთი მან მაჩუქა თავისი დამზადებული კრემი და მითხრა რომ თავი უკვე ასაკია და ჯობია თუ ამ ნუშიზეთიდან, იმიტომ რომ ნუშიზეთი ძალიან ბევრ ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ აი ნაკრებია ბუკეტი ვიტამინების, მაგრამ ხანდახან უკვე ასაკში საუცილებელია და აი ორი კვირა თავს მივეცი ამის უფლება. ესეც ჩვენი ქართული ბრენდი. აუცილებლად უნდა გითხოთ, აი იგივე იხატავთ თვალს, იკეთებთ მაკიაჟს. ინტერესდებით ხოლმე რამდენად უსაფრთხოა ეს ფანქარი ტუში, ანუ ეს რამდენად ალერგიულია, შეიძლება რომ ძალიან დიდი ჩემი ბედი ალბათ ის და კმაყოფილი ვარ უფლის რომ ისეთი გამაჩინა რომ ძალიან ბევრ რამეს უძლებ. აი ხა გიას ზუსტად იმაზე დავიწყე და გადავედით რომ აი ხო გამოვიყურები, ვერავინ ვერ მატყობს რომ აი ძალიან ბევრჯერ გიას კომპლიმენტი მიმიღია წვეულების დროს და ამ დროს ყოფილა 3 კვირის აბსოლუტური უძილარი და ეს არასდროს არ შემთხვევია. ხომ აი
არ ვიცი ეს ენერგია ეს გენეტიკა ალბათ ყველაფერი გენეტიკა კი 85 წლის მყავს დედა წერეთლის ქალბატონი და ჩემზე უკეთესად გამოიყურება მე მგონი ეს ალბათ გენეტიკა ის რომ აი უფალმა მომცა იმის რომ ალბათ იცოდა რომ დრო არ მექნებოდა რაღაც და არავარ ალერგიული ანუ არა იცით რა არის ქალბატონო თამარა ძალიან ბევრი ადამიანი იძახის რომ მე არ ვარ ალერგიული მაგრამ აი თქვათ რაღაცა ხდება უჯერებს ექიმი ამას თქვათ და არ უკეთებენ შემდგომ შეფასო მინდა გითხრა რომ ექიმებთანაც ნაკლებად დავდივარ 9 წელია ექიმთან არ ყოფილა მყავს ერთადერთი არატრადიციული მედიცინა ეს დიდი თემაა და ჩვენ შეგვიძლია ამაზე შემდგომ სხვა დროს ვილაპარაკოთ და აი ნაკლებად სტუმრობ მე მაინც გირჩევდით რომ აუცილებლად უნდა გაიგოთ შეიძლება თქვენ თვლიდეთ რომ არ ხართ ალერგიული მაგრამ უცებ აღმოჩნდა კოსმეტიკასთან მიმართებაში მე საერთოდ ძალიან მიყვარს ესტე ლაუდერი და სარგებლობ ესტე ლაუდერის ფირმას აი ხა ყოველთვის ხშირად მიწევს წელიწადში ორჯერ სამჯერ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე პარიზში ყოფნა და იქ ვცდილობ აი მდგრადობის მიხედვით ანუ ალერგიულობას არ ვუყურებ მე ვუყურებ რას როდესაც მაკიაჟს იკეთებ არის ფანქარი ხა ანტირეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ გამოვაცხადებ არის საკმაოდ ისეთი ცნობადი ფირმა მაგრამ მე არ ვხმარობ მიუხედავად იმისა ვიხმარე ძალიან ძვირად ღირებულია მაგრამ აღმოვაჩინე რომ მას მდგრადობა არ გააჩნია ანუ ეს ფანქარი როდესაც გისვი ან წერი ხო ამ ფირმის ყოველ ნახევარსაათში უნდა დაიმატო მაკიაჟი მე ამის დრო საშუალება არ მაქვს ამიტომ ყოველთვის გამოვდივარ იქიდან რაც უფრო მდგრადია პარფიუმერია შეიძლება არ იყოს ძალიან ცნობილი ბრენდის მაგრამ აი მივდივარ აქედან ანუ ექსპერიმენტს ვატარებ და დამიჯერეთ 12 წლიანი პრაქტიკა ანუ ჩემ დედოფლებს მე თვითონვე ვალამაზებდი მხოლოდ ეხლა მივეცი თავისუფლება რომ ავიყვანე უკვე თანამშრომელი იმიტომ ეს ჩვენთან საჩუქრად შედის კაბასთან როდესაც ვაკეთებთ მომსახურეობა საჩუქარია და ამიტომ თავისუფლებას ვერ ვაძლევ თან ამიტომაც არა კიდევ იმიტომ რომ აი მე ასე მგონი აი მე რო ხედავდი აი ჩემი ხედვა თავისებურია მისი სახიდან გამომდინარე და აი ამიტომ ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს აუცილებლად დედოფლების გარეშე და დედოფლებს არ ქონიათ ეს ალერგია კაბების გარეშე ჩვენ აქედან არ გაგიშვებთ აუცილებლად ეს ცოტა მოგვიანებით და ეხლა რა შეეხება ჩემთან კითხოთ ერთი უკაცრავად აუცილებლად უნდა კითხოთ მე მაპატიეთ მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი და მე ვიცი რომ თქვენ ძალიან თავისუფალი ადამიანი ხართ ხალი რომელიც თქვენ გქონდათ წვირთან და კარგად დაერქვა სხვათა სულ ეხლა იმას ვიძახდი რომ ორი კვირა ერთი კვირა ცოტა მეტი რაც გავიკეთე და ისე მოხდა რომ ხშირად ავარ ტელევიზიებში ზუსტად იმ დროს როდესაც და რაღაც ფოტოსესიებიც დაემთხვა იცით აი ეს იყო ჩემი მეგობრის დალი თუშიშვილი ასეთი პროფესორი ოკოლოგიურში მისი დაჟინებული მოთხოვნა ну არა ჩვეულებრივი უნიჭერეს ქალბატონი მისი დაჟინებული მოთხოვნა რომ თამრიკო აი მედიცინის ენაზე მაპატიეთ ვერ ვიტყვი ამას აი ეს არის არ არის ხალი და მოდი მოვიცილოთ იმიტომ რომ მე იქნება ეს მზდარდი და არის გეტკინება მოდი დამითმეს 15 წუთი და ხო არა ну მითხრა რომ ეს არის უსაფრთხო იმიტომაც არ მივედი სადღაც დავედი მასთან მან გარანტია ისინი ხშირად აქვთ ამის მომსახურეობა და რა ვიცი უსაფრთხოდ ჩაიარა აქ გამყიზიანები უსაფრთხო სილამაზე და ერთადერთი რაც გამიკეთებია აი ხმარობ ნუშიზეც მეტი ვერ გეტყვით რომ რამისთვის მიმემართა თუმცა ძალიან მინდა და ეხლა ჩემი ქალიშვილი მიძახის რომ მეზოთერაპია რაღაც ესეთი თერაპია და მოდი კარგი იმ ბოტოქს იმიტომ რომ სულ ესე ეხლა ამის კვილის პალიტრამ დაწერა და იქ იყო ვერ გავიმეტებ ნემსებისთვის ჩემ ულამაზო სტუჩები გქონდა არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაკეთებული არც ნიღა არა კოსმეტოლოგი ჩემმა პიარმა თე ამ გუში კატეგორიულად გამაფრთხილა ეს არ თქვა ეკრანზეო მაგრამ ნუ მაინც უნდა თქვა რომ მე არასოდეს ეს მე არ მესირცხვილება ნუ ეს ჩემი ის არასოდეს არ ყოფილა კოსმეტოლოგთან არასოდეს არ გამიკეთებია არანაირი მასკრა სტომატოლოგთანაც ვერ ვსტუმრობ და წასასვლელი ვარ და იქამდე ვერ მივიდე ჯერ ყველაფერი მაქვს ჩემი აბსოლუტურად ყველაფერი ესე იგი უნიკალურ ადამიანს დღესაც თქვენთან რომ მოვედი აი შემიძლია გითხრათ რომ აი 3 დღის წინ ის ღამე საერთოდ არ მძინებია შაბათ-კვირას დედოფლები მყავდა და არ მძინებია აი ვარ 2 საათი მეძინა წინას და თავისუფლება მივეცი 4 საათნახევარი მძინებოდა რადგან თქვენთან მოვდიოდი. სხვადასხვა ერთი რამეა ძალიან დიდ პატივს გცემთ და ეხლა უფრო იმიტომ რომ თქვენ ხართ გახსნილი ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი იპრანჭება ამბობს რომ რაღაცა ნიღბები რაღაცა აქ ამას ვაკეთებ იმას ვაკეთებ ბუნებრივი სილამაზე რა თქმა უნდა უსაფრთხო. კი რა უნდა მოგიყვათ უფრო ხიარული რომ იყოს ერთხელ ვზივართ მანქანა და მანქანაში და ორი ქალბატონია ნუ ძალიან ისეთი ცნობადი რაღაც და ნუ ერთ-ერთმა
ერთმანეთს ესაუბრებდნენ, აი მე აი ამ კრებს ვისმევ და მე აი ამასთან დავდივარ და მე შემოbrunდნენ და აი თამრი შენ სად და მე მივხვდი რომ არ უნდა მეთქვას, იცი რა მეთქვარი, მე საერთოდ არანაირ კრემს არ ვხმარო და არცეთ არავისთან არ დავდივარ, ჩემია, ნუში ზეთის გარდა. და მივხვდი რომ ესე ცივად შეტრიალდა, ალბათ მეც უნდა გავპრანჭულიყავ, იცით რა, არ ვიცი. ისე სხვათა შორის ძალიან დამაინტერესა ამ ნუში ზეთი. არა, მაყურებელი სანამ შევა ძალიან პატარა რაღაცას გეტყვით, ბებიაჩემი იყო ძალიან გაპრანჭული ქალი და ჩამოდიოდა ჭიათურიდან თბილისში იაშვილის ქუჩაზე, ვიღაც მარო, გვარი არ მახსოვს, დადიოდა კოსმეტოლოგთან. ჭიათურებს ეთქობა გენეტიკა აქვს, მეც ხო მამა და დედა ჭიათურიდან აი ხო ხედავ. არა, საქართველოს დედაქალაქი ჭიათურა. და გეტყვით რამეს, ქალბატონო მარო, თქვენო განსაკუთრებულ კრებს იკეთებთო და ქალბატონმა მარომ უთხრა, პასუხა სარეცხის საპნით ვიბამპირს არანაირ კრემს არ ვისო. ხო აი ესე. ნუში ზეთით ვიწმინდა სახეს, ანუ ბამბას ვასველებ ნეთბილ წყალში, ეს ქალბატონმა ციცომასავა ვის ძამზადებს ამ ნუში ზეთს და მინდა გითხრათ რომ მასში არ შედის არანაირი ინგრედიენტი, არაჩვეულებრივია ბევრი რამე შეგიძლიათ კიდევ. ის რა აფთიაქში ნაყიდს არა, იმიტომ რომ აფთიაქში რაც იყიდება, იქ არის კონცენტრატი. ეს არის სუფთა გამომწვევი. მე მინდა ნუშის რძე გამომწუროთ. იმის გარშემო მე მას ჩემს შვილიშვილს გაციების დროს კიდევაც ვაწვეთებ ცხურში ვასმევ კიდევაც, რომ ანტისეპტიკია. მინდა გითხრათ დამწრობის დროს არის არაჩვეულებრივი. აი ზღვაზე ხომ წახვედით დაიწვით. აი ხა ჩვენ შაშა სამთარში რომ ვიყავით ეგვიპტეში რომ ვახდით ნამკაშოს, იქ პატარა ჩემი ხო წაყვანილი მყავდა და ბასეინში ხო დაიწვა რომ არა ნუში ზეთი, ალბათ მის კიუს არ თან დაგაქვთ ხო ეს ნუში? სულ ყველგან. ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას წყალს აქვს თავისი შემცველობა. ამიტომ ძალიან კარგია ამას ასველებ ბამბას, ზედა აცხებ ამ იმას სվել ბამბაზე, იწმინდა სახეს. ქართული ნუში. მაყურებელია ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. ძალიან მოგესალმებით. მადლობა. თავისთან და ფეიქოლავსა თავის მედიკოსნებოარევა დიაგნოზი ჩვენი ოჯახი ძალიან კარგად ხაღარვას ახელებს და თქვენ ტელეფონი მიდასტრო რომ გვარი და დავუსვით პატრიარქმა და მე შეხვედრა გვექნება და რაც თქმა თქვენთანაც ვიდა თქვენ იქნებით შეხვედრა და ტელეფონი შეიძლება სტუდიაში დატოვოთ. აუცილებლად თქვენ დატოვეთ თქვენი ტელეფონი რომ დაგიკავშირდეთ გვარი დატოვეთ ეხლა მეტყვი ჩავაწერინებ და დამიკავშირდეთ სამი და კი არ დამირეკავს კარგით აუცილებლად მე დიდ მადლობას გადაგიხდით ძალიან. არა მაგათ იციან რომ მე რომ დაურეკავ შენ გვერდით მყავხარ და მე ესაუბრებ ხოლმე და რა თქმა უნდა ძალიან უნდა გადავიდეთ და სანამ გადავალთ არ დამავიწყდეს მე რომ არ დამავიწყდეს ძალიან მომწონს თქვენი ეს შემოქმედება და ეხლა გისმენთ სანამ აქ შემოვიდოდი რომ აი რაღაც დიზაინთან დაკავშირებით და თქვენ აკეთებთ დიზაინს ფიქრობთ ანუ ესკის აკეთებთ და ეს სისრულეში მოყავთ მე ძალიან იჭერ გოგონებს და მინდა ვისარგებლო ეთერის წინაშე რომ აქ პირობა რომ მე მინდა მომცემლიძეს ხო აი ესეთი რაღაც რომ აი დღეს აი უყურეთ ჩემს ჩაცმულობაში რაღაც აი ძალიან მიყვარს მაია მიქაშავიძე ეს ჩემი ფანი ვარ მაიკოსი და აი მისი საყურე ზუსტად აი ამ რაღაც ნარიადისთვის არის და ეს არის ალბათ მთავარი და ძალიან მინდა რომ აი რაღაცას აკლია ჩემ ჩაცმულობას აი ბრასლეტი მინდა რომ რაღაც შემოქმედებითი იყოს ესე იგი სამაჯური მე ვიფიქრებ და თუ კი არ მიწყენთ და ის გოგონებიც არ მიწყენენ აი მე სიამოვნებით დღეს მათ ვეტყოდი თქვენი ტელეეთერის საშუალებით აი დავუკვეთავდი რომ აი ესეთი ხელთნაკეთი ოღონდ აი ამ ჩაცმულობისთვის აი ამ საყურიდან და ამ ჩაცმულობიდან გამომდინარე რომ მივცეთ აი ესეთი აუცილებლად რომ ძალიან ფერთა გამა ისე ლამაზად აქვს გაკეთებული შეთავსებული რომ აი არ შეიძლება იდეას მიაწვდი ქალბატონ თამუნა მომცემლიძეს და ის გაუკეთებს თამას აუცილებლად მე უკვე მაგ მოვხარშე იდეა ძალიან ისე ისე ცოტა ხანი ისა კიდე იფიქრე ეს როგორი არ მინდა მე ფიქრი მელაკუდა შეხედე უნდა მე ვიფიქრო და იცით რა დამაინტერესა აი მანიკიურსაც თქვენ თვითონ თავად იკეთებთ მე თვითონ ხო შემარცხოთ ყველაფერს ნუ მათმევინებ მე თვითონ მაჩვენეთ ჩხილებს გძელს ვერ ვატარებ, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ლამაზია, წუნს ვერ და მაკიაჟის გაკეთების დროს კიდევ აი ხლა მე მომცა ფიქრის საშუალება და ეხლა რა ვიფიქრე, რაც აკლიათ ქართველ დიზაინერებს. არასოდეს აი ძალიან იშვიათია ერთმა დიზაინერმა მეორე დიზაინერის ქება დაიწყოს. და რატო აი მართლა ჩემთვის თქვენ ხართ სამაგალითო ადამიანი, იმიტომ რომ
არაერთხელ მომისმენია, როცა ჩვენ ყოფილვართ ჩვენებაზე მოგწონებიათ სხვისი გაკეთებული. ნუ რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ კონკურენტი არ გყავთ საქართველოში საქორწინო კაბების შექმნაში და მე ვიცი, რომ თქვენ არასოდეს არ გაგიკეთებიათ მამაკაცის საქორწინო პიჯაკი, ნუ ესე ვთქვათ. და მე ეხლა მომივიდა, მაგა შენცდაც გამოვა, მე აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მაგას საქორწინო კაბა მომეცით უფლება, რომ მარიგოლთან ერთად მე შევქმნა ეს საქორწინო კაბა. ის მალე გათხოვდება სხვათა შორის, მე ამას უწინასწარმეტყველებ და მოვიკითხავ სიძეს. და ძალიან მინდა გკითხოთ ერთი რამ. აი, როგორ დაიწყეთ, რატომ ესეთი რაღაცნაირი უცნაური კითხვა, რატომ ესეთი კეთილშობილური, იმიტომ რომ ქორწილი არის ის დღე, რომელიც არასოდეს არ ავიწყდება ადამიანს და იმერთხელ უნდა ჩაიცვას ის კაბა. იცით რა არის, მე ერთი რა ვთვლი ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ადამიანები იმას ემსახურებიან, რაც აი ბუნებიდან გამომდინარე, მე მყავდა ერთი მეგობარი, როდესაც მეუბნეოდა, რომელიც რომ აიცი რა თამრი, შენი უბედურება იმაშია, როდესაც ადამიანს იცნობო, აი ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ არის მაშინ მხოლოდ დადებითი და არაფერი არ არის უარყოფითი. ყოველ შემთხვევაში მე ესე მინდა, რომ იყოს მხოლოდ დადებითი და იცით აი ძალიან მამაყი ვარ, რომ ფატონა ბუშიმეძახის ოქროს ქალს და რის აი კიდე ახალ დიზაინერს ასახელებს. გორში ვიყავით, ჩვენება იყო და მათ გაუფუჭდა ძმეიკა და მაშინ დადუ და ლინკი ესეთი ის იყო, მე მათ საერთოდ არ ვიცნობდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ახალი გამოჩენა, ახალი ნაბიჯები, გაუფუჭდა ძმეიკა და მალე გადიან. და ამ დროს ყოველთვის ხარ დაძაბული და ორივეს ისე უკანკალებდა ხელი, რომ ვერ შეძლეს, ნუ მე მოვთხოვე რომ დაწყდარდით დამშვიდით, ამუკერ, ეს იყო ჩემთვის ჩვეულებრივი რამ და ნუ მათთვის ეთყობა იგივე თქვენიდან გამომდინარე, გავხდი მის მერე გავხდი ფატონასთვის, ფატონაბუშისთვის ოქროს ქალი და ესე მეძახის ყველგან. რასიზმ და სხვა დიზაინერი უფრო ჩახსნიდა. ხო, არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს ქალბატონო თამარ. აი ესეთი დაკავებული ხართ, ისეთი დაკავებული ბრძანდებით, რომ ვერც ახერხებთ ვერც ერთ სალონში და ვერაფერი ვერც ერთი პროცედურის ჩატარებას გადავიდე გავგიდი. როდის